დაგვეწყა რომ გამოვიტანოთ. Agot განაცხადეთ შემდეგ ეს პრეპარატია ჩვენ გვაქვს ჩვენივე სადიაგნოსტიკო ცენტრი, ეგრევა სადიაგნოსტიკო ცენტრი, გვაქვს ფაგოთერაპიის ცენტრი, ჩემი კოლეგები აქ არიან და მომახსენებენ შეგვიძლია პრეზენტაციები მათია. ჩვენი ფარმაის გვაქვს რა აფთიაქი, სადაც ყიდთან ჩვენ პროდუქტს და გვაქვს კიდევ ერთი კომპანია, სადაც გვინდა ფანგების როგორც გარემოზე დაპირების სამედიცინო დაწესებულებებში ფაგების გამოყენება ანტიკონტამინაციისათვის. რა არის ჩვენი უპირატესობა როგორც ორგანიზაციის? ორგანიზაციის ეს ამავე რომ ყველაფერს მე ელიავას სახელი, ხო, აი ეს ელიავა, ელიავას სახელი ეწოდებული ბრენდია და ამის შენარჩუნებას და ცდილობს და ყველა დაწესებულებას აქვს ელიავას სახელი. უპირატესობა რაშია? პაციენტისთვის ყველა, ასე ვთქვათ, სერვისი არის ერთ სივრცეში. თუ არის ეწოდებული ერთი ფანჯრის პრინციპია. რას ნიშნავს? როდესაც შემოდის ჯერ დავიწყებინით, რომ ძალიან ძნავი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია, რა შემდგომარეობს ჩვენი ნოუ-ჰაუ? ყავს ადამიანები, რომელმაც იციან, რომ შექმნან კარგი ფაგური პრეპარატი. ახალგაზრდებს ვხვდებით, მე მაქვს ფაგი გამოყავი და შეგვიძლია გამოვიყენოთ ორგანიზმისთვის. ნუ ეს ახსნით. ძალიან კარგად უნდა იცოდე როგორ დამზადვა აი ლაბორატორიიდან, ლაბორატორიაში მიღებული ფაგიდან საბოლოო სამკურნალო ტიპის პრეპარატი. აი ეს ელიავას ძალიან კარგად იცის. და გვაქვს კოლექცია და ყავს ადამიანები, რომელმაც იციან, კარგად იციან ეს რა უნდა გააკეთოს და როგორ გააკეთოს. შემდეგ შემოდის პაციენტი, გვაქვს იქ სადიაგნოსტიკო ცენტრი, სადაც ხდება მასალის დამუშავება, იდენტიფიცირება, ფაგების შერჩევა, იქვე გვაქვს სამკურნალო დაწესებულება, სადაც ექიმები გვყავს და იქვე ამკურნალებენ, იქვე გვაქვს აფთიაქი, ანუ ეს ყველა მსახურება არის ერთ სივრცეში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტული არის. ჩვენი სადიაგნოსტიკო ცენტრი, ესეთი ჩვეულებრივი სადიაგნოსტიკო ცენტრი, საკმაოდ დიდი ისტორიის და რას ვთქო, ეხლა ხან ერთი თვის წინ მივიღეთ მეორე ISO სტანდარტი, ძალიან მნიშვნელოვანია სადიაგნოსტიკო ცენტრის ფუნქციონირებისათვის, რას ვაკეთებთ განსხვავებულად. როდესაც შემოდის კლინიკური მასალა, იდენტიფიცირებას ვაკეთებთ იმ გამომწვევის, რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას და შემდეგ ვაკეთებთ ანტიბიოტიკურ მგრძნობელობას და ფაგომგრძნობელობას. იმისათვის, რომ შევარჩიოთ რომელი ფაგი მოქმედებს რომელ პათოგენს. ჩვენ ვაწარმოებთ 6 პროდუქტს და თუ აი ეს 6 ფაგი არ მოქმედებს ამაზე კომერციული ფაგები, შემდეგ გადავდივართ ლაბორატორიული ფაგების კოლექციაზე, რომ ვიპოვოთ ის აქტიური ფაგი, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებთ სამკურნალოდ. ეს არის ჩვენი წარმოება 6 სტანდარტულ პრეპარატს, მოგახსენეთ უკვე, პიოფაგი, რომელიც შეიცავს ფაგებს 5 განსხვავებული ბაქტერიის მიმართ. ეს არის სტაფილოკოკები, ნაწლავის ჭხერი, ფსევდომონას აერუგინოზა, სტრეპტოკოკი და პროტეუსი. და თითოეული ამ ბაქტერიის საწინააღმდეგოდ ფაგების ნარევია. ანუ ეს ნარევი არის ესეთი უნიკალური, დახვეწილი ნარევი იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბაქტერია მოიცვას, რაც შეიძლება მეტი ბაქტერია მოყვას. აი იმაში არის ჩვენი ხარისხის მნიშვნელობა, რომ ხარისხი ჩვენი ბაქტერიოფაგების ასეთი მაღალია. ინტესტი ფაგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატი ინტესტინალური ინფექციების საწინააღმდეგოდ, მსხვილი კომპონენტი არის ამ პრეპარატში, თავის ნაწლავი 10 სხვადასხვა სეროფიტის ნაწლავის ჭხერს ფარავს, ენტეროკოკებს და ასე სალმონელას, შიგელას და ასე შემდეგ. და სტაფილოფაგის ერთადერთი ფაგი არის სტაფილოფაგი, რომელიც მონოფაგია და ვაწარმოებთ ისე იმავე მეთოდით და პრინციპით, რასაც ვაკეთებთ საბჭოთა კავშირის დროს ინტრავენული გამოყენებისას, თუმცა ეხლა ჩვენ წარმოების ნებართვა არ აქვს ინტრავენების და ლოკალურად გამოიყენებთ. ჩვენი აფთიაქი, ჩვენი პატარა აფთიაქია, რა არის განსხვავებული ის, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური ნებართვა აღებული ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ დავამზადოთ ეგრეთ წოდებული აფთიაქი. იმ შემთხვევაში თუ ის კომერციული ფაგები არ მოქმედებენ პათოგენზე, ხო, არ შეგვიძლია გამოვიყენოთ პაციენტებში, შემდეგ ვამზადებთ სპეციალურად ამ მოცემული პაციენტისთვის სპეციალურ ეგრეთ წოდებულ ავტოფაგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ეფექტურია.
და აფთიაქს აქვს ამისი ლიცენზია გამოყენების, ხო? და ბოლოს ეს არის ჩვენი ელიაუს ფაგოთერაპიის ცენტრი, ესეთი დაწესებულება პატარა ამბულატორიების დაწესებულება, სადაც აი ძალიან სხვადასხვა მიმართულების ექიმი ყავს. დაწვრილებით მოგახსენებენ ჩემი კოლეგები და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ქართულ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად ჩვენ ვემსახურებით უცხოელებს ძალიან ბევრს და აი ყოლია მაგალითად დაახლოებით 3300 უცხოელი გვაქვს ორი ტიპის მომსახურება, ეს არის ლოკალური, როდესაც პაციენტი უცხოეთიდან ჩამოდის ჩვენს დაწესებულებაში და აი კოვიდის დროს განავითარეთ ეგრეთ წოდებული ტელემედიცინა, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ჩვენთანაც ჩამოსვლა და ეგრეთ წოდებული დისტანციური მოსახურება გვაქვს ჩვენი ექიმები ყოველდღიურ რეჟიმში, თქვათ კონტაქტებიან ამ პაციენტს, ისინი გვიგზავნიან მაინც კლინიკურ სიმჭირს, ჩვენ ესე იგი ვარჩევთ და ვურჩევთ ფაგებს, თუ არ მუშაობს კომერციული ფაგები, ვუმზადებთ ავტოფაგებს, შემდეგ ვუმზავნით და მათი ეს მკურნალობის კურსი არის ჩვენი ექიმების მეთვალყურების ქვეშ. ნუ რას ვკურნალობთ, ყველა ორგანიზმის დახდება სადაც ბაქტერიები. ყოველ ბაქტერიული ინფექციებით დაავადების შემთხვევაში. მათ შორის გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დაავადებები, გენეტიკური დაავადებები, ისტორიული ფიბროზი, ამის შესახებ დაწვრილებით მოგყვებია. ეხლა რა ხდება მსოფლიოში ძალიან მინდოდა ამის ჩვენებაც გასაკვირველია, იმიტომ რომ მოგახსენებთ, რომ ისე კარგად გავაკეთეთ ეს პრომოცია, რომ ძალიან ბევრი დაინტერესდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ ანტიბიოტიკების ნებობა ამაში ძალიან ხელს უწყობს. ფაქტია, თუმცა აი ფაგების განვითარებას, მათი გამოყენების შესაძლებლობების დადგენას, მზარდი ანტიბიოტიკურ რეზისტენტობა ძალიან ხელს უწყობს. ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფაგების მუშაობა, ეს უბრალოდ არის ვებსაიტი კლინიკალურ პრობლემთა არეგისტრირებული კლინიკური პრობლემების ესეთი პლატფორმა და ნახავთ ყველა ტიპის ნახავთ ყველა ტიპის ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს. მხოლოდ ამერიკაში ახლა მიდის 47 კლინიკური დაიხურა. მეიო კლინიკამ დაიწყო, ძალიან ბევრი ისრაელში არის, ევროპაში, საფრანგეთში მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კიდევ მიუხედავად ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი ჩართვა ამაში, არც ერთი გზა პრეპარატი, ამერიკული პრეპარატი არ არსებობს. მე გეტყვით, რომ თქვა ამერიკული კომპანია 220 მილიონი ჩავდეს ინვესტორებმა და პრეპარატი მაინც არ არის, ხო? და ამავე მე თქვა, რომ ყველაფერი ჩვენი საქართველოს ახალი კანონმდებლობით 1923 წლიდან ყველა ფარმაცევტული საშუალება უნდა იყოს წარმოებული ეგრეთ წოდებული 2023 წლიდან უნდა იყოს წარმოებული ეგრეთ წოდებული GMP-ს სტანდარტით, ეს არის good manufacturing. ესე კარგი საწარმოო პრაქტიკა. ეს პრაქტიკა იგულისხმობს ძალიან მაღალი დონის წარმოების სიმძლავრეს, აპარატურას და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ამის შესაძლებლობა ფინანსური არ გვაქვს, თუმცა აქ შინაარსობრივი და ტექნოლოგიით ყველას ჯობია, მაგრამ და ფაგების ასე ვთქვათ, ხარისხით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოვიპოვეთ ეს ფული და ამიტომ მისამოსმა არ დამოიტანებინა ჩვენ პაციენტებს, მრავალწლოვანი პაციენტი. ფაგების გარეშე ჩვენ შევცვალეთ სტატუსი, ძალიან ტრივნეული იყო პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ სხვანაირად უყურებ ამას, როდესაც ჩვენ მკურნალობთ ძალიან რთულ ინფექციებს, ძალიან მრავალწლიან ინფექციებს, პაციენტების დატოვება ეს არ შეგვიძლია. ამიტომ შევცვალეთ და ეხლა ვუშვებთ ამ წარმულებს და ვყიდით როგორც პარაფარმაცევტულ საშუალებას. ექიმები ჩვეულებრივად იყენებენ ამას, თუმცა ლეგალურად ეს არ არის ფარმაცევტული საშუალება. თუმცა არ არის არც ფილოსოფიაში. თუ გამოყენებას თუ ნახავთ თვალს ძალიან ბევრი იყენებს, მათ შორის ამერიკაში. ბელგია არის ძალიან, ასე ვთქვათ, წარმატებული, იმიტომ რომ ორი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი მუშაობს და ვამბობთ, რომ ქართველების ბრალია ბელგია ერთ-ერთი ყველაზე ეს არის აქტიური ამ მიმართულებით. და საერთაშორისო მედია ძალიან წყალობს, იმიტომ რომ ესეთი წარმატებული პაციენტები ზოგჯერ თვითონ ჩამოყავთ ეს BBC ყო რამდენიმეჯერ, რაღაც გერმანიის ტელევიზია, ჰოლანდიის, ამერიკელები რამდენიმეჯერ CBS და ასე შემდეგ.
ძალიან ვცდილობთ, რომ განვაქვეყნოთ ის პუბლიკაციები საერთაშორისო ტრანსპორტის ჟურნალებში, რომ აღწეროთ ჩვენს მიერ, ჩვენი ფაგოთერაპიის მიერ გამოყენებული ფაგების ეფექტურობა. მათ შორის სიძნელეები, სხვა პირველ მაგალითად პერსისტენტობა. თქვა შეიძლება უყურნაოდ კლინიკური შეეფექტი მიიღო, მაგრამ ბაქტერიის ელիմინაცია არ ხდება, ხო? ძალიან ბევრი ისეთი კითხვა არის, ხო, ძალიან საინტერესო სტატიები, მაგალითად კისტოზურ ფიბროზის შემთხვევაში ფაგების გამოყენების შემთხვევაში. ასევე ქირურგიული პაციენტებში, ეს ნედერტონის სინდრომში ძალიან საინტერესო кейსი გვაქვს და ქალბატონი საუბრობს ამის შესახებ. ასევე ჩვენ უგზავნით ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყანაში ფაგებს, ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნა ეს სულ ახლა Nature Biotechnology-ში ბელგიელების მიერ, მათ გამოიყენეს ჩვენი ფაგები, მათ შორის მათ თავიანთი ფაგები 100 პაციენტში და ამის აღწერა არის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია. შემდეგი ეს არის იტალიაში გამოიყენეს ასევე ჩვენი ფაგები მეჯმარტანის საფრთხის პროთეზის შემთხვევაში. აი ესეთი კოლაბორაცია ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწევდა დაინტერესდა ფაგების. ჩვენ მქონდა არაერთი ცდილობა, თუმცა რაღაცა არ იყო ეს დაინტერესება მიღებული აქტიურად და ეხლა დაინტერესდნენ მასწავლებლის მაისში სემინარი, ძალიან საინტერესო სემინარი ჩაატარეს. ეს იყო დაავადების ცენტრში ფიზიკურად, ჩვენ მონაწილეობდით და მას გადაწყვეტეს, რომ შევიდნენ ესეთი პლატფორმა მტკიცებულებებზე გამოვიდოდი ბაზის შექმნა. ეს მოიცავს მაგალითად პაციენტების მონაცემების შეკრება, საექსპორტო გაშუქებას, ეს შეხვედრა იყო კიდევ ერთი მონაწილეობდით და ამ შექმნას სოფლის ჯანდაცვის ორგანიზაცია სხვა ეტაპზე გადაიღო სამუშაოებს. ბრიტანეთი არის ძალიან ასევე დაინტერესებული გასულ